ყვარლის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს. დავით ქევხიშვილი დღეს გამგებლის თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნა. ქევხიშვილი არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ესაუბრა. თუ რა გეგმები აქვს სამომავლოდ ახალ გამგებელს, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ამ კუთხით ყველა რაიონში და ნახევრის სხვადასხვა სოფლის კომუნების სამართლის საკითხი არის შექმნილი 5 ადამიანის შემადგენლობით მოიხსენება უშუალოდ გამგეობის ფუნქცია, ასე ვთქვათ, ამ ხაზით აღარ არის. ყვარლის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს. ვაკანტურ თანამდებობაზე ოფიციალურად ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები დავით ქევხიშვილი დაინიშნა. დღეს ის არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ესაუბრა. 30 წლის დავით ქევხიშვილი გენერალური პროკურატურის ინსპექციაში 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამჟამად კი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია. Cilvēები დავიწყეთ ამ პრობლემების მოგვარება, იგივე ჯანდაცვის კუთხით, იგივე სოციალური დახმარების კუთხით, იგივე ტურიზმის განვითარების კუთხით. ასე რომ უახლოეს პერიოდში ვფიქრობ, რომ ეს მუშაობა გადაწყვეტის შემთხვევაში, დამტკიცების შემთხვევაში ჩემი გამგებლად გაგრძელდება და უფრო ესე ვთქვათ მასიურ ხასიათს მიიღებს. დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოზიციაზე კონკურსის წესით დაინიშნა. ვაკანტური ადგილის დაკავების სურვილი პირველ ეტაპზე 118-მა კანდიდატმა გამოთქვა. სხვადასხვა დავალებების შესრულების შემდეგ მეორე ეტაპზე 9 კანდიდატი გადავიდა, ხოლო მესამეზე მხოლოდ ერთი დავით ქევხიშვილი დარჩა. გამგებლის დანიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შეაფასეს. მე მინდა თქვა, რომ პროცედურული დარღვევები გარკვეულწილად და ხარვეზები ამ კონკურსს ჰქონდა. ეს ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ არ იყო მკვეთრად განსაზღვრული პირობები კონკურსის ჩატარების და მოთხოვნები, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს კანდიდატი, არ იყო განსაზღვრული მკვეთრად თვითონ თქვათ გასაუბრების ფორმები და რაც ყველაზე გულდასაწყვეტი იყო მეორე ეტაპზე, როცა კომისიის წევრმა იმსჯელეს ნამუშევრებზე, არ მიეცათ კანდიდატებს საშუალება, რომ თქვათ მოეხდინათ ამ თავისი ნაწერების პრეზენტაცია. საკრებულოსაც ასე ვთქვათ გარკვეული მოთხოვნები გაგოჩნია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან დაკავშირებით. და ამ განვილმა გზა მეცაც ვიტყვი ამ სწორედ ამ 5 თვიანმა მუშაობის პერიოდმა მას ძალიან ბევრი გამოცდილება შეძინა და ეს კიდევ ერთი არგუმენტია რომ თქვათ ეს მოქმედი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი შევარჩიეთ კონკურსში, ვინაიდან მას უფრო მეტი ინფორმაცია გააჩნია, ასე ვთქვათ, უკეთესი ხედვები გააჩნია, ნამუშევარია ამ მიმართულებით. შეხვედრაზე ერთ-ერთი პრობლემური საკითხი ქალაქში ტაქსების პარკირება იყო. რის შესახებაც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ქალაქში სპეციალური ფართი გამოიყოფა. ტაქსების პარკირების გარდა ყვარელში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემას გარემო მოვაჭრეობა უქმნის. სამომავლოდ დაგეგმილია კულტურის, სპორტისა და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაც.